სიყვარული ქიმია. ეს არის ბაბუაჩემი მიხეილ კალატოზოვი, საათი ეკეთათ ხოლმე ფეხზე და უცებ 37 წელი ბებია ჟანა მამიანინდელელოვეროვა ლაცი. ლელუში როცა დაბრუნდა საფრანგეთში, დაურეკა კანის ფესტივალს, ეს ფოტო დაუტოვა უпростоრად თავის ბოლო ცოლს. სადაც წერს რომ მიდის მისგან ფესტივალზე გამოაცხადეს რომ ინფარქტი აქ რაც არ არის მართალი. ეხლა რო ვფიქრობ საშინელი გართობა იყო რა იყო. ეს არის მე ვარ დედაჩემთან ერთად და დედაჩემის თანამშრომელია. რა ვიცი, რაღაცა ესეთი კაი წლები იყო, დედაჩემი მუშაობდა ჯანაშიას მუზეუმში, არქეოლოგი იყო. და მაშინ ჯანაშიას მუზეუმი ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა, კი არა, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ეზოში იდგა დინოზავრი, ის იყო შადრევანი და ძალიან მიყვარდა ბავშვობაში იქ სიარული და რაღაცა სიამოვნებით თუ მივყავდი, მივყვებოდი ხოლმე, რაღაცა ესეთი ის მქონდა რა. ეხაც მიყვარს ეგ მუზეუმი, ეხა უკვე ესეთი სუპერ თანამედროვე, თავიდან ცოტა გული დამწყდა რომ გადააკეთეს, მაგრამ ეხა ნამდვილად კარგი ექსპოზიცია და კარგი მუზეუმი გახდა და მიხარია ეგ. და ისე მუზეუმში რამე საყვარელი ადგილი გქონდათ, რომ იყავდით? მაშინ არ ვიცი ახლა ალბათ მქონდა, მაგრამ მაშინ ალბათ უფრო გართობის და რაღაცის ის იყო ეგ, ნუ ახლა ეს მე 5 წლის ვიყავი მოსკოვში რომ გადავედით საცხოვრებლად, ხო, ეს რაღაცა იქამდე პერიოდია. ეხლა მაგ, ეხლა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საოცარი კოლექცია გვაქვს ჩვენ ყაჯრული ფერწერის, ესეთი მე ნუ თეირანშიც ვარ ნამყოფი, ეგეთი თეირანშიც არ არის. ხო და ეს ალბათ რაღაცა უნიკალური კოლექციაა და ვგიჟდები ამ კოლექციაზე. დედაზე გითხარით რამე როგორი იყო? დედა ყველა კარგია ალბათ. რა ვიცი, არ იყო დიდად მკაცრი, რო ვთქვა სიმართლე. ნუ რაღაცა თავისი ისინი ქონდა. ძალიან კარგად ყვებოდა ხოლმე, სხვათა შორის მოგონებები და ის ქონდა ძალიან ისეთი რა და საინტერესოდ ყვებოდა ხოლმე. ძალიან ხშირად როცა ვთქვათ რაღაცა ესე მინდოდა ხოლმე რომ დედაჩემს მეტი ელაპარაკა. ნუ ჯერ ერთი მეტი ახსოვდა ხო ვთქვათ ან ბაბუაჩემთან დაკავშირებით ან რაღაცა, მაგრამ აი მართლა კარგი ის იყო, კარგად ყვებოდა იმის და მიუხედავად რომ არქეოლოგი იყო პროფესიით. ძილის წინ ყვებოდა ხოლმე ამბებს? ეგ იყო ყველაზე ისეთი ცუდი მომენტი, საშინლად არ მიყვარდა ძილი. ანუ ეს პროცესი ჩემთვის იყო ძალიან მძიმე და აუტანელი და ჩვენი სახლი იყო ძალიან გახსნილი, ძალიან ბევრი სტუმრები ყავდა ხოლმე, განსაკუთრებით მოსკოვში რომ გადავედით და ეს სტუმრები რომ მოდიოდნენ და მე რომ მაწვენდნენ, მეგონა რომ მაშინ ხდება მთელი ჯადოსნობა სახლში, რომ მეორე დღეს ვეძებდი იმ ფირფიტებს, რომლებსაც ისინი უსმენდნენ და ვერ პოულობდი, იმიტომ რომ ნუ არაფერი ჩვეულები რაც ქონდა, იმას უსმენდნენ, მაგრამ მე მეჩვენებოდა ეს ხო ვიპარებოდი საწოლიდან და რაღაცა და ნუ ხშირად ჯინა მიწვებოდა ხოლმე, მე არ ვეძახდი დედას, ჯინას ვეძახდი. ჯინა ეს ნუ ესეთი სახელი იყო, პასპორტით მარინა იყო, მაგრამ რომ დაგეძახა ქუჩაში მარინა არ მოტრიალდებოდა და მთელი ჯანაშიას მუზეუმის სხვათა შორის ჯიდას ეძახდა, ნუ რაღაცა ესე კალამბურით. ხო და მაგრამ მე ჯინა უფრო ადრე იძინებდა ვიდრე მე და მე კვლავ ბრუნდებოდი დიდ ოთახში და კვლავ ვაკონტროლებდი ვინ მოვიდა, ვინ წავიდა, ვინ რას ყვება და რა ხდება. ხო, ეს უკვე არის ჩვენი მოსკოვის ბინა, ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, მამაჩემმა გააგზავნა მისი
ფილმი, რომელიც დაწყებულიც არ იყო პრინციპში, მაგრამ ხო და მე გადაიღო ეგ ფილმი და ჩვენ გადავსახლდით მოსკოვში. ცოტა რომ ძალიან პატარა ვიყავი, მე საერთოდ მამა რო დავკარგე, რო ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა მამა ჩემი და მაგრამ მაინც ცოტა უფრო მოსჯლა ასაკში ვეუბნებოდი რომ მე თბილისში შენ არ მახსოვ ხარ თქო და ძალიან წინდა ეგ, იმიტომ რომ საშინლად წინდა, მაგრამ თქვათ ესე არ იყო ალბათ, მაგრამ სულ იყო ტიტო სადღაც გადაღებებზე, აი რაღაცა ძალიან ცოტა დროს და მე მოსკოვში ეს რაღაცნაირად აღდგა ეს აღვიდგინე ეთყობა ის რაც თბილისში მაკლდა, მე უფრო თუმცა მაინც სულ გადაღებაზე იყო და მისი ცხოვრება ეგ იყო, ხო? გადაღებიდან გადაღებამდე, მაგრამ მე რო ესე ვეუბნებოდი წინდა. რა ვიცი, ახლა ესე მიჭირს, ჯერ-ჯერ რაღაცა არაჩვეულებრივი ხასიათი ქონდა. მე არც შემხედრია ეგეთი ადამიანი, ეგეთი ხასიათით, თუმცა მეც და ჩემმა ძმამაც ვიცოდით, რომ ახლა ოდნავ რაღაცა რომ გადაგვეჭარბებია, არ მოგხვდებოდა, არაფერს არ იცოდა, არც ყვირილი მაინდა-მაინც არც, მაგრამ ისე შემოგხედავდა, რომ ძალიან შეგვწყვებოდა. მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ცუდად მოვიქეცი და თვითონ ისე გამომხედა, რომ მივხვდი, რომ რაღაცა საშინელება ჩავიდინე. გარდა იმისა, რომ ძალიან შრომის მოყვარე იყო და ისა საკმაოდ აზარტული კაცი იყო, სხვა შორის ამაშიც არ ვგევარ. თამაშობდა ყველაფერს. ძირითადი ის იყო ტიტოსი პრეფერანსი. მაგრამ პოკერი ისა და არ უყვარდა რა თქმა უნდა, როცა აგებდა ძალიან ნერვიულობდა, იყო ეგეთი შემთხვევა, მახსოვს სხვა შორის კარგად. ახალგაზრდა კაცი დამეგობრდა ტიტოსთან, საშა კორობოვი, მოსკოვში, ფიზიკოსი და დაპატიჟა ბრიჯის სათამაშოდ და იქიდან მოვიდა საშინაო ხასიათზე, იმიტომ რომ კარტის გაშლასაც ვერ ვასწრებდიო, მოკლედ ისინი ისეთ ტემპით თამაშობდნენ და თუმცა მამა ჩემიც ფიზიკოსი იყო პირველი, ბაბუჩემს არ უნდოდა რომ კინოში წასულიყო ტიტო და ამიტომ თავიდან ჩააბარა ლენინგრადში ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ კარგად იცოდა მათემატიკა და ფიზიკა და ყველაფერი, მაგრამ მაინც მოკლედ წააგო. ეს დედაჩემისგან ვიცი, რომ მე ვხედავ მზეს იღებდნენ და იყო რაღაცა ესეთი რეჟიმი უნდა გადაეღოთ მოკლედ და სოფელში ბავშვები ლახს თამაშობდნენ და ტიტომ რომელიც ოპერატორი იყო, მაინც გაბედა და გააჩერებინა მთელი ჯგუფი და ითამაშა ლახტი და მაგრამ მოასწრეს და რეჟიმი გადაიღეს. ძალიან უყვარდა სტუმრები, რაღაცა ის იყო და ჩვენი სახლი მართლა გახსნილი იყო, ძალიან ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი საინტერესო ხალხი და ძალიან ბევრი საინტერესო მეგობარი ყავდა და ეს რაღაცა სულ ის იყო რა. თითქოს ჩვენი სახლის ცხოვრების წესი იყო და არის დღემდე ჩემთვის, მეც მიყვარს, გამომყვა ეგ თვისება. მიყვარს, ჩემთან მოდიან რაღაცა ის. ხო, რა ვიცი, კიდევ რა. კიდე რა გამოგყვათ მამისგან, რაც რაშიც გზნობთ ამ კავშირს დღემდე. თქვენ მისი შვილი ხართ. ამ კავშირს სულ გზნობ ყველა იმითი, დაწყებული იმითი, რომ ეს ზუსტად ისეთივე პლუსი მაქვს თვალის, როგორც მამა, მე მამა ჩემი სქელი სათვალის, ისეთი სერიოზული პლუსი მქონდა ისეთ ასაკში, ამიტომაც გაანება პრინციპში ოპერატორობას თავი ეთყობა ეგ უშლიდა. თუმცა გაანება, მაგრამ რომ დადგა კამერის უკან არაცლიდა არც ერთ, ძირთად აბიკო მაისურაძესთან ერთად მუშაობდა და დოძიკას ხირტლაძესთან და არაცლიდა. სულ წევდა ყველას გვერდით და სულ თვითონ აკონტროლებდა კადრს და რაღაცას. მოკლედ ეს არ ჩაქვრა მასში ბოლომდე. რა ვიცი. რა ხელა იყავით რო გარდაიცვალა? პატარა 14 წლის, ხო. იალტაში ვიყავით, ტიტო იღებდა კინოს. სკაპენის ოინებს. ოღონდ დედაჩემისგან განსხვავებით, მამას ყოველთვის მამას ვეძახთი. რაღაცნაირი ის არ ვიცი რატომ. არასოდეს ტიტო არ დამიძახია მისთვის. არც მე და არც ჩემ ძმას. ხო და რა ვიცი. ხოჭა რაღაცა ისეთ უცნაური და მოვყვები მაშინ ამას, რახან ამას შევეხეთ.
დიდად სიზმრები არ მესიზმრება და დამესიზმრა სიზმარი, რომ მამა ჩემი გარდაიცვალა, ოღონდ აი ზუსტი ქრონოლოგიით, როგორ მერე ანუ ეს მერე დავაფიქსირე, ხო იალტიდან თვითფრინავმა ჩამოგვაკითხა და ეს ну, მოკლედ გადმოვასვენეთ აეროპორტში ხალხი თბილისში როგორ დახვდა, აი ყველაფერი დამესიზმრა ქრონოლოგიურად. და ძალიან შეწუხებულმა გავიღვიძა და დედაჩემს ვერ მოუყევი ეგ იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა. მოუყევი ნინელი ჭანკვეტაძეს და ნინო ბურდულს, რომლებიც სკაპენში თამაშობდნენ და იმათ მომენტ დროს ვიმო რა სისულელეაო პირიქითო ესო კარ, ну რაღაცა ესეთ. აი ეს მახსოვს დღემდე. არ ვარ რაღაცა ჩემი ცრუ რწმენები მაქვს და მაშა ჩემი შვილი განსაკუთრებით მაშა ყირებს ხოლმე მაგაზე, მაგრამ აი ეს რაღაცა სიზმრები და რაღაცა არა, მაგრამ აი არ ვიცი. ხო, უცნაური ის იყო. მას შემდეგ დაგსიზმრებიათ მამა. არა, სხვათა შორის იშვიათად. მაგრამ აი რაღაცა ხო რა ვიცი. რაღაცნაირი ადამიანი იყო, მაგნიტივით იზიდავდა ყველას, შვილებიდან დაწყებული, სხვადასხვანაირი ხალხით დამდა ყველას უნდოდა თითქოს ტიტოს ირგვლივ ტრიალი. თუმცა თვითონ ყველას არ უშვებდა თავის თავთან ბოლომდე ახლოს. ну აი რაღაც ეს ქონდა რაღაცა ზღვარი, ვინ უნდა შემოეშვა ბოლომდე, ვინ არა და ვინ რა დონით და დოზით. აი ეს რაც საოცარ დიპლომატიაც ქონდა ესეთი ცხოვრებისეული. ეს არის ლიტვაში გადაღებული ფოტო სოფელი აფშუციემის. სხვათა შორის საკმაოდ ისე მახსოვს ეგ სოფელი იყო ესეთი მეთევზეების სოფელი და სულ იყო ქვიშა და პატარ-პატარა ესეთი მუქი გამუქებული ხის სახლები და ბადეები და ესეთი შებოლილი თევზის სუნი და ყველგან ეს თევზები ეკიდა და არც ვიცი საიდან აღმოაჩინეს ეს ადგილი მერიჭკა ანჯაფარიძემ, გია დანელიას დედამ და ბებიაჩემმა და მერიჭკა წამოვიდა კოლასთან ერთად დანელიასთან და ლანა დანელიასთან ერთად მე და ბებიაჩემი და იქ ჩამოვიდა სერგეი ვრონსკი იყო ეგეთი ოპერატორი ტაბრუხოძით ვნება მისი გადაღებულია თავის ოჯახთან ერთად და აი ეს არის მისი შვილი ალექსეი მაშინ ლოშო ვრონსკი რომელთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა და მეგობრობთ როცა არის ამის საშუალება არის ძალიან კარგი მხატვარი ხათ წერია საკმაოდ ისეთი ცნობილი დღეს მსოფლიოში. გარდა ამ სოფლისა ჩვენ ეზოში იყო ვებერთელა ნაძვი, ვებერთელა და წეროების ვებერთელა ბუდე იყო და აი ამ წეროებს ყოველდღე იმას შვებოდით, ну ვაკონტროლებდით, თუ რა მაგათთან ერთად ვცხოვრობდით, იმიტომ რომ მიდიოდნენ, მოდიოდნენ, ეთყობა იქ ბარტყები, ამ ბარტყებს აჭმევდნენ და ჩვენ ორი პატარა გნომი ვიდექით ხოლმე და ну გარდა იმისა რომ ვცურავდით ის, მაგრამ ერთ-ერთი თეატრივით მახსოვს მოკლედ ეს წეროების ეს ცხოვრება და ჩვენ ესე ამას ვუყურებ. კარგი იყო ძალიან. ეს ალბათ პირველი სიყვარულისთვის ჯერ ადრეა. ის ასაკია. თუ რა ვიცი, სიყვარულმა ასაკი არ იცისო, მაგასაც ამბობენ. არც მე არასოდეს მყარებია ლოშა და არც მას უთქვამს არასოდეს რომ რაღაცა მომენტში ჩემში შეყვება. პირველი სიყვარული უფრო მახსოვს პირველ კლასში და ის ფოტო არ მაქვს. ჩვენ რო გადავედით მოსკოვში, მიშა უკვე მერვე კლასში იყო და მე საბავშვო ბაღში, ამიტომ მიშა მიიყვანეს ჩვეულებრივ სკოლაში და მე რატომღაც დამჩაგრეს და მიმიყვანეს სპეციალურ რაღაცა, რაღაცა ეგეთ სკოლაში, სადაც ბევრი დიპლომატის შვილები სწავლობდნენ, უცხოელები რაღაცა და სიმკაცრე იყო და
აქ რო ხალხი ყვება ну რაღაცა სასაცილო არის ხომ ხო რაღაცა ყველას გვაქვს ნოსტალგია ახალგაზრდობის და ბავშვობის და რაღაცა ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ სისტემის და საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ცოტა მიგვირს ხოლმე, ან რომ ვიღაცა იძახის რომ ყველანი ერთნაირად ვცხოვრობდით, რანაირად ვცხოვრობდით ახლა მამა შენი კომბინატორი იყო და მამა ჩემი კინორეჟისორი და მე არ ვცხოვრობდი, ჩვენ ყოველთვის ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, ხო? ჩემი სკოლა იყო ამის დემონსტრაცია, რა იყო საბჭოთა კავშირი, ცუდი დემონსტრაცია, იმიტომ არასდროს არ მენატრება სკოლა, ეხლა თუ დამესიზმრა სკოლა, ცივი ოფლით ვიღვიძე, მე პიონერი ისა, ესა, იქ ვიღაცა ჩემზე კლასელი, რომელთანაც ეხლა მეგობრობს სხვათა შორის და ეხლა სხვა აზრის არის, მაგრამ მაშინ წერდა რომ ვოთ რაღაცა ისე არქნა და ასე გაიხედა, როცა გალსტუქს იკეთებდა. ვიცოდი რომ სახში რაც ხდება ჩვენთან იმის მოყოლა სკოლაში არ შეიძლება, ну, საკმაოდ ისე ბევრი რამე ვიცოდი რა, რაც არ უნდა გამეკეთებია იქ. და მოკლედ მომისვეს მერღზე ესეთი ბიჭი, მექსიკელი ექტერ კარდენასი. და შეგვიყვარდა ერთმანეთი. პირველ კლასში დედაჩემ დაიბარეს სკოლაში და თქვა ეს რომ რაღაცა ამორალურად იქცევა თქვენი ქალიშვილი. უნდა რამენაერად ეს შეაჩეროთ ეგ პროცესი, იმიტომ რომ ექტერი მაცილებდა ხოლმე. იმას გუვერნანტკა აკითხავდა და მე ძალიან ახლოს ცხოვრობდი სკოლიდან, იმიტომ ფეხით მივდიოდი მომდი და ეს გუვერნანტკა და ექტერი მაცილებდნენ ხოლმე. მოკლედ სასწრაფოდ ეს აგვეგზალა კომუნიკაცია მაქსიმალურად. ლოშასთან არ მქონია ეგეთი ისა. რა ვიცი, აი რო გამოჩნდება ვკითხა, იქნებ მაინც აქ მოვწონდი. ეს არის ბაბუა ჩემი, მიხეილ კალატოზიშვილი. ეს ფოტო დაუტოვა თავის ბოლო ცოლს, სადაც წერს რომ მიდის მისგან. ეს იყო ლუდმილა ტოლსტაია, ალექსეი ტოლსტოის ცოლი. ეს ეწყნარად დილით გაიღვიძე, ჩემოდანი ჩაალაგა, ფოტო დატოვა და წავიდა. თუმცა მერე ძალიან მეგობრობდნენ იმ ზომამდე რომ ბაბუა ჩემის სიკვდილის მერე ლუდმილა ტოლსტაია ბოლომდე სულ მოდიოდა ჩვენთან და პატიჟებდა თავისთან და რაღაცა მეგობრობა შერჩათ, მაგრამ ნუ ეს წამოვიდა მისგან. სამწუხაროდ მე პატარა ვიყავი, როცა მიშა გარდაიცვალა, რა თქმა უნდა მქონდა ურთიერთობა მოსკოვშიც მახსოვს როგორ ჩავედი და მაშინ ის ბინა კი იყო დიდი ბინა, ისეთი ძველი არქიტექტურით და რაღაცა სტალინის პერიოდის არქიტექტურით ის, მაგრამ არც ისეთი დიდი იყო, როგორც მაშინ მომეჩვენა. და მახსოვს ესეთი ჯადოსნური კარი, რომელიც იყო ბაბუაჩების ოთახი, ну დიდი ოთახი, სადაც საოცარი აპარატურა იდგა, იმიტომ რომ გიждდებოდა, აი როგორც მომეჩემი გიждდებოდა ყველანაირ აზარტულ თამაშებზე, კალატოზოვი გიждდებოდა ყველანაირ ტექნიკაზე, აბსოლუტურად და ერთხელ დედაჩემმა თურმე დაუსვა კითხვა, რომ არ გეზარება თუ ამდენ დროს რო ხარჯავთო და ვიღაცას მოსკოვის ბოლოდან მოქონდა რადიო ან ვიღაცას ტელევიზორი და ეს შლიდა ამას გაუკეთებდა, შეაკეთებდა, გაატანდა. ну ხობი ქონდა და ну ვის რა ხობი აქვს, იმას უპასუხია ესე, ну ვიღაცას კარტის თამაში უყვარსო და მე არ მიყვარსო და ამაზე დროის დაკარგვა სულ არ მინდაო და ეგ მსიამოვნებსო. აპარატურასთან ერთად საოცარი მუსიკა ქონდა და ну კოლექცია ქონდა ძალიან კარგი ფირფიტების, მაშინ ეს არ იყო ესეთი ну იშვიათობა იყო რომ არიეტა ფრანგლინის სახში და ბიტლები და სუპერსტარი და დინამიკები იყო თითქმის საკონცერტო და დიდი წითელი არ იყო ის ხალიჩ არც ლამაზი, არც არაფერი. უბრალოდ ეგო იმისთვის რომ მუსიკას როცა უსმენდა და სხვასაც ასმენინებდა, ფეხის ხმაც რო არ ყოფილიყო. მე ძალიან ისეთი ისა მაქვს მოგონება, მეტი გავიცანი, უფრო კარგად გავიცანი კალატოზოვი, როცა მასზე წიგნს ვაკეთებდი. ძალიან ბევრი ნიუანსი გავიგე და ну რაც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ახლა 5 წლის ასაკში ამდენს ვერ მივხვდებოდი და ვერ გავაანალიზებდი. წიგნს რო ვაკეთებდი, კარგად გავიცანი, თვითონ პიროვნება. დამძიმე ცხოვრება ქონდა სხვა შორის მაგასაც, იმიტომ რომ
თითქოს ცხოვრება სულ ხან უცებ ძალიან მაღლა ააგდებდა ცაში და მერე უცებ გაარტყავდა სილას და ამიწევდა რომ არ ვიცი რატო რომ აზე მოდი და ესე არ არის ეუბნებოდა ისე რომ ძალიან ისეთი უცნაური ის ქონდა რა სულ იცვლებოდა მისი ირგვლივ ყველაფერი 30-იანი წლების დასაწყისში ეს ნუ ცნობილია რომ ისე გარბოდა საქართველოსდან, იმიტომ რომ დაჭერა ემუქრებოდა რომ მამაჩემს დაემშვიდობა ბაქოში რკინიგზის სადგურზე. და მე აღმოჩნდა რუსეთში და დიდხანს თავრობა დიდად არ იყო მოწადინებული რომ კალატოზოვი რეჟისორი გამხდარიყო. ამიტომ რაღაცა იძულებული იყო ხელოვნების ინსტიტუტში ლენინგრადში რაღაცა ისე ნუ აი სულ საბჭოთა თავრობა სულ ეძებდა რაღაცა ესეთ ადგილს ნომენკლატურულ რაღაცნაირ ვედურ ადგილს რომ ნაკლები კინო გადაეღო უფრო ჩუმატყოფილიყო და თავისთვის რა მაგრამ ესე არ მოხდა საბედნიეროდ მერე ნუ ხო ნუ ძალიან საინტერესო წლები გაატარა ჰოლივუდში ჯერ ლენინგრადის ბლოკადაში სხვათა შორის სადაც სერგეი გერასიმოვთან ერთად დოკუმენტურ კინოს იღებდნენ ბლოკადაზე და მე აღმოჩნდა ამერიკაში და ბევრი საინტერესო საქმის გაკეთებას აპირებდა ცდილობდა და ეს არის უწერილებში იგი გოსკინპრომს როს წერს რომ აუცილებელია რომ ეს გავაკეთოთ და ის გავაკეთოთ და ნუ დიდი ის ქონდა რა ბევრი იდეები ქონდა ძალიან უნდოდა რომ რაღაცა ესეთი ჰოლივუდური ინდუსტრია ჩამოეტანა პირველი ჩაპლინის კინოებიც სხვათა შორის მაგ დროს შეიძინა საბჭოთა კავშირმა ბაბუაჩემის დამსახურებით ლელუში როგორც სულ პატარა ბიჭი და ფოტო დოკუმენტალისტი იყო ჩამოსული საბჭოთა კავშირში მოსკოვში და ბევრი აპარატურით ბევრი და მოკლედ ქუჩაში არ ვიცი ახლა ეს ტაქსისტი ვიღაცა რაღაცა გინდაო მოსფილმზე წაგიყვანო და ამან უთხრა რომ კიო მინდაო და წაიყვანა მოსფილმზე როცა იმ მომენტში მიფრინავდნენ წეროებს იღებდა კალატოზოვი მანდ და აი ეს სცენა როცა მირბიან ვერონიკა რომ მირბის კიდით და ბორისი რომ მისდევს მოკლედ დიდი შტაბეჭდილება დატოვა ეთყობა ლელუჟზე ამ ყველაფერმა ერთის ხრივ და მეორეს ხრივ კალატოზოვი დაინტერესდა რომ ვიღაცა სულ პატარა გატრიპული ბიჭი და ამდენი აპარატურა აკიდია და ვთქვი უკვე რომ გიждდებოდა აპარატურაზე და ძალიან ინტერესით შეხვდა ამ ახალგაზრდა ყმაწვილს მერე კითხა გინდაო რაღაცა ნაწილები მაქვს დამონტაჟებულიო უკეო და ხომ არ გაქვს სურვილი რომ გაჩვენო და იმან უთხრა კიო რატო არ მაქვს და ამანაც აჩვენა და წარმოიდგინეთ ახლა როგორი დემოკრატია იყო მე ვიძახი ახლა დემოკრატია საერთოდ არ არსებობს ალბათ ბოლომდე მაგრამ ახლა ეგეთი რამე წარმოუდგენელია ლელუში როცა დაბრუნდა საფრანგეთში დაურეკა კანის ფესტივალს არაფერს არ წარმოადგენდა იყო შეიძლება даже კურს დამთავრებული არ იყო რა სტუდენტი იყო დაურეკა კანის ფესტივალს და უთხრა რომ 5 წუთის წინ მოსკოვში ნახა ეს და რეკომენდაციას გაძლევთ რომ მოიწვიოთ კანის ფესტივალზე ეგ ფილმი და კანის ფესტივალზე ჯერ ისე უპასუხა ტელეფონზე ეხლა რომ წარმოიდგინო რომ რომელიმე ფესტივალის დირექტორს თუ ვინ მიგიშვებს ხო და მე მართლა ესე მოხდა რომ მიიწვიეს კანის ფესტივალზე ეგ ფილმი მართალია ბაბუაჩემი არ გაუშვეს და ფესტივალზე გამოაცხადეს რომ ინფარქტი ეგ რაც არ არის მართალი თუმცა კალატოზოვს ბევრი ინფარქტი ჰქონდა და ხშირად ჰქონდა ეს სიზდაროთა პრობლემები მაგრამ იმ წუთში იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი ეს არის ბებია ჟანა მამიანი დელელოვეროვალაცი იტალიელი არისტოკრატული ოჯახიდან დიდარი ოჯახიდან ესეც რაღაცა უცნაურია
მისი მამა მოვლენილი იყო ბათუმში სამუშაოდ, წარმომადგენელი იყო იტალიის საკონსულოში და ჩამოვიდა თავის ოჯახთან ერთად, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟიშვილი. საინტერესო არის აქ ის, რომ ბებიაჩემი, დედაჩემის დედა და ჟანა და ნინა ვალაცები სწავლობდნენ ერთი და იგივე გიმნაზიაში ბათუმში და მერე ესე დანათესავდნენ ბევრი წლის მერე. 30-იან წლებში, როცა მიშა გაიქცა და უკვე გაშორდნენ ერთმანეთს, ჟანა მაინც დარჩა აქ და ცხოვრობდა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე კომუნალურ ბინაში. ჟანა გარდაიცვალა, როცა იყო მებებია ილიკო ილარიონის გადაღება, მიდიოდა, რომ დახმარებოდა დედაჩემს სანდრიკა, ჩემი უფროსი ძმა და მიშა ყავდა გადაღებაზე წაყვანილი ჯინას და დასახმარებლად და მოხდა კატასტროფაში. ეგდა ლომერ ახვლედიანი და ლომერს ჰქონდა ღია ჭრილობა. ლომერი იყო მაშინ მამაჩემის ასისტენტი, ოპერატორი ტიტო იყო. და ჟანას ესე არაფერი არ ეტყობოდა და მოკლედ გარდაიცვალა. ესე ტრაგიკულად ყვებიან საოცრებებს, როჯერსი ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ეფექტური იყო, ძალიან უყვარდა ჩაცმა და სამკაულები და ერთ-ერთი ესეც ის ჰქონდათ მაგას და მის დას საათი ეკეთათ ხოლმე ფეხზე და თბილისში რომ მოდიოდნენ და ვიღაცა რო ეკითხებოდა რომელი საათია, ესენი წევდნენ ელეგანტურად თავის ლამაზ ფეხებს და იძახდნენ რომ რაღაცა ეგ და ეგ საათია და აგზელებდნენ გზას. მაშინ ეგ იყო რაღაცა შოკი. გარდა ხო ძალიან ტიტო იყო სადღაც მე-5, მე-6 არ ვიცი ზუსტად წყვილი რო არ თქვა და ჟანა მიხვდა რომ ტიტოს ვერ ერევა, იმიტომ რომ ძალიან ხულიგანი იყო და ცუდად იქცეოდა და უნდოდა რომ ძველი ბიჭი ყოფილიყო და მოკლედ სკოლაშიც არ სწავლობდა კარგად და ბოლოს სადღაც ტურგენევის წიგნი უპოვნია და გადაუწერია ლექსები. ოღონ არც თუ ისე ცნობილი ლექსები და მიუტანია რომ ვითომ მისია თუ რაღაცა და მოკლედ ამაშიც რომ ამხილეს და მერე რაღაცა მერე თქვა რომ დედას კიბო აქვს თუ რაღაცა და დედა მაინც დაიბარეს და დედა მოვიდა გაფაშფაშებული მშვენივრად გამოიყურებოდა არანაირი კიბო არ სჭირდა. ხო და მაშინ ჟანამ გადაწყვიტა რომ ტიტოსთან ურთიერთობა აღარ შეუძლია და ვეღარ გაზდის. გადააბარა სხვათა შორის ბებიაჩემ რაისას, დედაჩემის დედას და სთხოვა რომ ხო მიდიხარო მოსკოვშიო და ბარემო ესეც და მერე მამაჩემი იზრდებოდა უკვე მოსკოვში ბაბუაჩემთან. ჟანა დარჩა აქ და მეორე ქმარიც რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს ქართველი ყავდა, კომიკური იყო ეგ თუ ტრაგიკული, მაგრამ ეგრე იყო, გიორგი გაბელაშვილი, ბოლომდე ცხოვრობდა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე. ბოლომდე წერდა კავატოზოვს სასიყვარულო წერილებს და ესე ძალიან ემოციური ქალი იყო, თან პლუს იტალიური ტემპერამენტიც ჰქონდა და ისე და როგორც ამბობენ თან ტიროდა და ეს წერილები ცოტა დასველებული იყო და პირველი ნეორეალისტური ფილმებიც რომ ჩამოუტანიათ საბჭოთა კავშირში, დომ კინოში ჟანა თარგმნიდა ხოლმე და დედაჩემი მიყვებოდა რომ ძალიან მაგრად თარგმნიდაო, ხან ტიროდაო, ხან იცინოდაო, რაღაცა ძალიან ტემპერამენტით და ხალხი გიждდებოდაო, ну მოკლედ. ესეთი ტიპის ქალი იყო რა. გზნობთ თქვენში ამ იტალიურ სისხლს? კი, გზნობ, მეც არ მაგრია ტემპერამენტი მაქვს, ეგ მომენტები, ну ზოგჯერ ისეთი. გზნობ, ალბათ გზნობ. ეს არის ბებიაჩემი, ჩემი ძმა და მე, პატარა. ჩემი ძმა იყო ჩემზე 8 წლით დიდი. ბებიაჩემი თართულია, როცა აქებს საკუთარ მშობლებს და ბებიებს და რა, მაგრამ მართლა არაჩვეულებრივი ბებია მყავდა, რაისა აბრამია და მერე მიქაძე. იყო ერთ-ერთი არა, პირველი ქალი მოქანდაკე იყო, ნიკოლაძის მოწაფე იყო, თამარა აბაკელია და ბებიაჩემი, ну აი რაღაცა ეგ თაობა იყო. საოცარი განათლება მიიღო, ბათუმში ცხოვრობდა და
გიმნაზია დაამთავრა და საოცარი განათლების ქალი იყო და ჭკუის და სილამაზის, სხვათა შორის მართლა ძალიან ლამაზი იყო. როცა ვეკითხებოდი, რომ რატომ გაანებე ქანდაკებას თავი და იცი რაო, ეტყობა ბოლომდე ჩემი არ იყო ეგო, იმიტომ რომ დავთმეო, თავიდან ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდიო და მე იმდენი ტრაგედია და უბედურება გადაიტანა, რომ უკვე ამის ძალა აღარ მქონდაო და ხო, ნუ თავიდან ამერიკაში აღმოჩნდა ბაბუაჩემთან ერთად 30-იან წლებში. ბაბუაჩემის მეგობრები იყვნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, აქედან რაისა სიმონჩიკოვანს და ამპლიადას მწერლების და პოეტების დაუმეგობრდა, როცა თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მოკლედ ძალიან ისეთი ცხოვრება ქონდა და უცებ 37 წელი და ბაბუაჩემი დახვრიტეს. რა თქმა უნდა, ბებიაჩემმა არ იცოდა და კიდევ კაი ხანი დადიოდა ციხეში. რომ მიეტანა მისთვის საჭმელი ფული და რაღაცა, ნუ რაც შეიძლებოდა მაშინ და მე ბებიაჩემი გადაასახლეს 9 წელი იჯდა პოჭმაში. და ამის და მიუხედავად ესეთი სიკეთის და ესეთი არანაირი ბოღმა და ის არ ქონდა რა. ხო შეიძლებოდა იმ რაღაცა 9 წელმა რაღაცა ის დაეტოვებია. კი, ცოტა ნერვიული იყო და იცოდა დასჯა სხვათა შორის. ეხლა ჩემ შვილიშვილებს მე მაგალითად ვერ უბედავ შენი შვილის მიცემასაც კი. ნუ ეხლა ესეთი ის არის ხო სტილი. ბებიაჩემი ხშირად მსჯიდა, როცა განსაკუთრებით მე, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბევრი მეტი ამაგი ჩემზე ქონდა, ვიდრე უფროს შვილიშვილებს, ამიტომ ნუ ვისჯებოდი კიდევაც უფრო მე, ვიდრე თქვათ მიშა ან ქეთი ან ინგა. მაგრამ ნუ სამართლიანად. რაღაცა ესეთი ის ქონდა კიდევ, ესეც ახლა ძალიან განსხვავებულია ეხლანდელი თაობისგან, მთელი სია ქონდა წიგნების, რომელიც აუცილებლად უნდა წაგვეკითხა და სხვათა შორის ზოგს უყვარდა ახლა ჩემ დეიდაშვილებს და ვიღაცებს კითხვა ზოგს ნაკლებად, მაგრამ ვერავინ ვერ ბედავდა, რომ უარი ეთქვა ამაზე. ნუ ეს რაღაცა ეტაპობრივად, რომ ახლა ეს უნდა წაი, მერე ეს უნდა წაიკითხო, მერე ის და ნუ ეს კონტროლდებოდა. ბებიაჩემი იყო აბსოლუტური ასკეტი, საერთოდ. აი ნიფთის მიმართ ეტყობა ეს აი ამ გადასახლებამ, ამ რაღაცამ, საერთოდ აი ნუ აი ნიფთი მაგისთვის იყო ნიფთი, ნუ ხმარობდა ნიფთს რაღაცა გადადგავდა, რაღაცა რომ ტკბობა ნიფთიდან, ლამაზი იმითიან, ყურიც კი არ ქონდა გახვრეტილი. და ბეჭედი ეკეთა ერთადერთი, რომელიც დედაჩემმა აჩუქა და მე ის დაკარგა და მე ვაჩუქე. აი რაღაცა ესეთი ძალიან ასკეტი იყო რა მოკლედ. ბოლომდე ეშინოდა სხვათა შორის. აი ძალიან გვიან გორბაჩოვის დროს აღმოჩნდა, რომ რაისა რაღაცებს წერს და ძალიან საინტერესო მოგონებებს წერს. პირველი დღე აი როგორ დაიჭირეს მისი, ნუ დეიდაჩემის გუგას განცდები, როგორ წაიყვანეს ბაბუაჩემი, გადასახლებაზეც ბევრს, ნუ რაღაცებს წერდა და მა붙ეს ნაწერები და ბევრი სხვათა შორის გამოქვეყნდა კიდევაც. მაგრამ ეს შიში ქონდა. იგივე პასტერნაკი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, იცით, ტიციანთან და მე ნინა ტაბიძესთან და მათთან მეგობრობდა და რაისასთანაც წევისა და წერდა წერილებს და ბებიაჩემს ეშინოდა, არ პასუხობდა. თუმცა სახში გვაქვს ეგეთი წიგნი, მარია სტიუარტი, პასტერნაკის ნათარგმნი და იმ წიგნის იმაზე არის წარწერა, რომ მასაც ძალიან მძიმე ცხოვრება ქონდა, ანუ სტიუარტს ისეთივე როგორც ნუ თითქმის კიდევ უფრო მძიმე, რა თქმა უნდა, როგორც ბებიაჩემს. ჩემი ძმა და მე 8 წლით იყო ჩემი ძმა ჩემზე დიდი. ბავშვობაში ცოტა გაფეტიშებული მყავდა და ყველაფერზე ვიძახდი, რომ მიშამ თქვა, მიშამ მომიყვა, მიშამ კინო მაჩვი. ნუ მაშინ ესე იყო კიდევაც, ახლა 8 წელი არ არის ცოტა, ხო? ბევრ რამეს მიშასგან ვგებულობდი. მაგალითად, გიგში
აბარებდა თუ უკვე ჩააბარა თუ რაღაცა და თამაში ჭვავის ყანაში და მე თლათ იმას აქ არ ვიყავი რომ მაინდა-მაინც ახლა ეს წიგნი წამეკითხა, მაგრამ რახან მიშა იმის რასკადროვკებს აკეთებდა, მეც ვეცი წავიკითხე. რაღაცა მქონდა ეს ისა რომ ბოლომდე მქონდა და ეხაც მაქვს. მართლა ძალიან ნიჭიერი და ესეთი ადამიანი იყო რა. და რამდენადაც გარეგნობით სულ არ გავდით ერთმანეთს, მენტალურად ძალიან გავდით. ბევრ რამეზე ერთნაირად ვფიქრობდით. ბევრი რამე ერთნაირად მოგწონდა, არ მოგწონდა, რაღაცას ვაკრიტიკებდით. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი მეგობარი იყო ალბათ და ძალიან ბევრი რამ დავკარგე მიშასთან ერთად. ესეთი ცოტა სულ უფრო ნაკლები ხალხი რჩება, ცოტა პესიმისტური გამოდის ახლა ეგ, მაგრამ მართლა ვისთანაც ძალიან გაინტერესებს ურთიერთობა. ის კი არა, ძალიან ბევრი ამხანაგი მყავს და ყველა მიყვარს, მაგრამ მართლა ვისთანაც გაინტერესებს საუბარი, ურთიერთობა, ვისი აზრიც გაინტერესებს, ცოტა ამის დეფიციტს ნელ-ნელა ვგრძნობ, არ ვიცი. შეიძლება ეს ციბერე მიახლოვდება და ეგ არის. ან რაღაცა თაობა მიდის მართლა ისეთი, ხო? ყველა ადამიანი რომელიც ნელ-ნელა მიდის ვისთან ან მიმუშავია, ან გადაკვეთა მქონია, ან რაღაცა ძალიან მტკივნეულად განვიცდი ამას. სამხატვრო აკადემიაში მოხდა ეგეთი, რაც იშვიათობა იყო, მოხდა ეგეთი ამბავი, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ ლონდონიდან სან მარტინ კოლეჯიდან სტუდენტები და აქ იყვნენ რაღაცა გარკვეული პერიოდი და მერე ჩვენც უნდა წავსულიყავით ლონდონში და მეც აღმოჩნდი ამ სიაში და ძალიან ისეთ დონეზე შეხვდნენ პიტერ უსტინოვი, ტამარა მაკარავა, ბალერინა, რა ვიცი, რაღაცა მართლა ძალიან ისეთ ჯერზეც არაჩვეულებრივი კოლეჯია, დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კოლეჯი თეატრის მხატვრებისთვის და ასე შემდეგ, არა მარტო. ხო და იქ ჰქონდა გამოფენა და მე ვარ აქ რსულად სხვათა შორის მაგრამ მაინც გავუბედე და წავედი გამოფენით ლონდონში. კარგი იყო ძალიან, ჯერც რაღაც საოცარ ქალაქში აღმოვჩნდი. სხვათა შორის ეგ უკვე აღარ იყო პირველი ჩემი საზღვარგარეთ გასვლა რაღაცა ისე გამიმართლა, რომ იქამდე დასავლეთ ბერლინშიც ვიყავი უკვე ნამყოფი და პრაღაშიც, მაგრამ ლონდონი მაინც სხვა რამეა. ხო და რა ვიცი, თავისი მუზეუმებით, ქალაქის მასშტაბით, ყველაფრით, ხო, რაღაცა ის იყო რა, ერთ-ერთი ისეთი რევოლუცია იყო ჩემს ტვინში ალბათ ეგ მოგზაურობა და ძალიან ისე კარგად მახსენდება, კარგი იყო. სხვათა შორის გაიყიდა მაშინ ჩემი ნამუშევრები და ვერ გავყიდე, არ მომცეს უფლება. უნდა და ტყიდვა და ვერ ვქენი. ძალიან დამწყდა ამაზე გული, იმიტომ რომ რაღაცა ფული დიდად არ მქონდა და გამიხარდებოდა ცოტა მეტი რომ მქონოდა. ესეც ხდება. აქ უკვე იცით რომ ხატვარი ხართ, რომ კი, ეს აკადემიის ბოლო კურსია და როგორ არა, ვიცი. ეგ ვიცი პრინციპში ალბათ სუბავშვობიდან. ესეც ალბათ სევდიანი კინოდან არის. ეს არის ჩემი პირველი ქმარი, ჩემი შვილის მამა, გიორგი ჩიგოვიძე. რა ვიცი, ახლა ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, რომელიც დღეს სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის. ძალიან რომანტიული და კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბევრი პრობლემებით, ბევრი ყველაფრით, როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, მაგრამ ბოლო წამამდე ალბათ რაღაცა ესეთი
განსაკუთრებული გრძნობები გვაკავშირებდა ერთმანეთთან და რომანტიკა. რომანტიკა არ შემწყდარა. იმის და მიუხედავად რომ 13 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ცოტა არა. ხო, რა ვიცი, გერგი იყო ექიმი, მანუალური თერაპია, გაიტაცა ბოლოს. ძალიან კარგი და ჭკვიანი ექიმი იყო. ძალიან განათლებული და საინტერესო პიროვნება იყო. ჩემი შვილის მამაა და ჩემი შვილიშვილების ბაბუა. ისე რომ ბევრი რაღაცა ესეთი სევდიანი ამბებია ცხოვრებაში, რომელიც უნდა გადაიარო. რაში პოულობთ ძალას? ანუ თითო ჯერზე ეს ხო თითო დარტყმა რაღაცას გაკლებს, მაგრამ რაღაცას გასწავლის. აუცილებლად. და ეს რო შეაჯამოთ რა, თითო ეს ეტაპი მძიმე, რომლის გადატანაც მოგიწიათ. თავარი რა გამოიტანეთ? არ ვიცი, როგორ შეგცვალათ? არ ვიცი, აი ისიც კი არ ვიცი ზუსტად როგორ დავსვა ეს კითხვა, მაგრამ აი რა მოგიტანათ? იცი რა, პატარა რო ხარ და ახალგაზრდა, რაღაც, მე ჩემ თავზე აბსოლუტურად სუბიექტური მასყვები, ცოტა რადიკალისტი ტიპი ვიყავი რა და ყველაფერი რაღაცა თითქოს თეთრი იყო და შავი და რაღაც კატეგორიულად რო რაღაცას აწვევი და რაღაცა ვითომ რაღაცა პრინციპები და რაღაცა და სინამდვილეში ეგ ყველაფერი თამაშია. ნელ-ნელა ცხოვრება, ტრაგედია, პრობლემა, ყველაფერი გასწავლის, და მე იმედი მაქვს, რომ ბევრ რამე ვისწავლე და ბევრ რამეს კიდევ ვისწავლე და კიდევ უფრო ამას ყველაფერს დავაბალანსებ. აი, ნელ-ნელა თითქოს უფრო რბილი ხდები. ის კი არა, რომ პრინციპი, მაგრამ სამყარო არის ძალიან ბევრი ნახევარ ტონებისგან და იმ ნახევარ ტონებში უნდა ხედავდე ფერს, ხო? როგორც მხატვარი და როგორც პიროვნება. სხვანაირად წარმოუდგენელია. ადამიანებსაც სხვანაირად უყურებ. მე აღარ ვარ ეგეთი რაღაცა რადიკალურად კრიტიკული, იმიტომ რომ ყველას თავისი ის აქვს, თავისი სევდა აქვს, თავისი პრობლემა აქვს და ამიტომ მეც უფრო რბილად უყურებ ამ ყველაფერს, უფრო ნახევარ ტონებში და სულ უფრო და უფრო ვცდილობ, რომ კიდევ უფრო ეგ არ ნიშნავს, რომ შენ სისხარტეს კარგავ, ან ფერის გრძნობას კარგავ, ან რა ვიცი, რაღაცა თითქოს რაღაც სევდასთან ერთად რაღაცა ჭკუაც გემატება თუ ვცდილობ, რომ მოგემატოს, ხო? უფრო ინდობ ალბათ სამყაროს. უფრო ინდობ სამყაროს, უფრო ეხა მესმის, როცა რაისა მეუბნებოდა, რომ როგორ ახლა ვიღაცას თავისი ის ჰქონდა და იმაზე ნაწყენი როგორ რაღაცა წვრილმანებს აღარ აქვს. ის წვრილმანი უკვე ისეთი წვრილმანი გახდა. სხვათა შორის მეც უფრო ასაკთან ერთად ახლა ვერ ვიტყვი, რომ თქვათ ახლა ბებია ჩემი ასკეტი ვარ და საერთოდ ჩემთვის არა, მიყვარს ლამაზი რაღაცეები ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ამანაც რაღაც დევალვაცია, რაც უფრო სამყარო ბურჟუაზიული ხდება, ასე ვთქვათ, მე ვხვდები, რომ ეს ნიფთია და მეტი არაფერი, ხო? ეგ არის ჭიქა, რომლიდანაც უნდა დალიო და გაატყდეს რა მოხდა. ეგ მანქანაა, რომელიც უნდა გემსახუროს და არა ის, რომ შენ უნდა ემსახურო მას. ხო და ამას უფრო და უფრო ვგრძნობ ჩემ თავში და რა ვიცი. გასახარია თუ საწყენი არ ვიცი, მაგრამ მივხვდი, რომ აი არაფერზე გარდა ცოცხალი ადამიანების, ვინც ჩემს ირგვლივ არის, არაფერზე სხვაზე მიჯაჭვულობა არ მაქვს საერთოდ. ეს ძალიან სასაცილო ფოტოა. ჩემი ქმარი ზაზა ჩამოვიდა რაჭიდან და მითხრა, რომ ეგეთი ძალიან ისეთი უცნაური ტიპი გავიცანია, რაღაც კოლექციონერი არისო, იმას აგროვებსო, ამას აგროვებსო. მოკლედ რაღაც უამრავ რაღაცებს აგროვებსო და
წამო არ გინდაო აი ფილმებისთვის შენ რო სულ რაღაც რეკვიზიტი გჭირდებაო და რაღაცაო და გაგაცნობ ამ კაკაბაძეს. კარგი მეთქი. რაცა წავედით ოქროყვანაში და ეზოა, მართლა რაღაცა სიგიჟე რაღაცა, ყველაფრის კოლექცია აქვს ადამიანს აბსოლუტურად და ამ დროს მილიდან გამოძურვა 8 პატარა ლეკვი და ერთი მომე პარაფეხზე ყველაზე პატარა და გამიხსნა თასმა და აქ გადავირიე და ვთქვი რომ ეხა ეს ძაღლი, ძაძა კაი ხანს მეჭიდავა. მე მეორედ და ვითომ საქმე, მე მეორედ უკვე მოვიგონე ესეთი გალერისტი არსებობს ზაირა ბერელიძე და ზაირას უთხარი არ გაინტერესებს მეთქი, იცი როგორი გრაფიკა და რაღაცა ვიღაცების გრაფიკა აქვს, ესეთი ფერწერა აქვს რაღაცა და ავტეხე ზაირა და უკვე ზაირასთან ერთად მეორედ ისევ ნელსონი გამოძვრა და რაღაცა და მოკლედ მე რომელსაც პრინციპში ალერგია მაქვს და არასოდეს არც ძაღლი არც კატა და არაფერი მსგავსი არ მყოლია არასოდეს და არც სურვილი გამჩენია შევიშალე ამ პატარა ძაღლზე და მესამე ასლა უკვე იყო ის რომ წამოვიყვანეთ და მე დავიფიცე ძაძას ვეუბნებოდი რომ შენ საერთოდ არ შეგეხება ეგ ძაღლი ამ ძაღლს უმე გავასწეირ და მე მოვლი მე ვიზამ ყველაფერი ახლა პირიქით ხდება ზაზა უვლის ზაზა ასე ყველაფერს უფრო ზაზა აკეთებს მე ოღონდ ძალიან მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მოკლედ მე ახლა ზაზაც ბედნიერია რომ ნელსონი გაჩნდა ჩვენ ცხოვრებაში და ამ ფოტოს რო უყურებ, იყო აი ამ ხელა და წყლის მილში ცხოვრობდა საწყალი და ეთყობა ყველა ჩაგრავდა, იმიტომ რომ ყველაზე პატარა იყო. დიდად ვერც ახლა გაიზარდა. ეს ვართ მე და ზაზა, დაახლოებით 20 წელია. ყოველ შემთხვევაში ბევრად ნაკლები არა, ერთად ცხოვრობთ და ვართ. ისე ვიძახი ახლა რაღაც რთულია, როცა ძალიან შენიანს აქებ, მაგრამ მართლა ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ზაზა გავიცანი, სულ შემთხვევით მოხდა ეგ, მანანა სურმავამ ოდესღაც ტელევიზიაში გააკეთა პატარა უფლისწული ეგეთი სპექტაკლი. იქ მე ზაზა არ მახსოვს, ტყვილი რომ არ ვთქვა, თუმცა თურმე იქაც მუშაობდა და მეხმარებოდა და რაღაცა. გავიდა ბევრი წელი, ძალიან ბევრი წელი და სოფიკო ჭიაურელის თეატრში, პატარა ერთი კაცის თეატრში მანანამ გადაწყვიტა რომ მოკლედ განაახლებია და ოღონ უკვე სხვა მაშინ ტელევიზიაში თოჯინები გაუკეთე რაღაცა, სხვა ის იყო და აქ უკვე სხვა კონცეფცია და იმითი და მანანამ მოიყვანა ზაზა. დაგეხმარებაო და რაღაცა და მოკლედ დავიწყეთ ესე ურთიერთობა რომ ეხმარებოდა რაღაცებს ისა ეგ რაღაცა პროპელერის ის მინდოდა გაკეთდა რაღა პატარა თვითმფრინავის დანგრეულის მაკეტი ამათ სადღაც ცეხი ქონდათ იქ წავედით ვაკეთებდით რაღაცა და ესე ნელ-ნელა იმპერიაში პირველ სკოლაში ვმუშაობდი მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში და მე ერთხელ მომაკითხა, მე მეორედ, მე მივხვდი რომ რაღაცა ვნერვიულობ, ახლა ხო ნახდათ მომაკითხავს ახლა რაღაცა საათს ვყურებდი რაღაცა ესე და ესე ნელ-ნელა რაღაცა თუ ძალიან უცებ სოფიკოს თეატრის წყალობით შევხვდით ერთმანეთს, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დღემდე ერთად ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, იმიტომ რომ რა ვიცი ჩემთვის გარდა ყველაფრისა საუკეთესო მეგობარია, რომელსაც შემიძლია ყველაფერი მოუყვე, რომელსაც ძალიან ბევრი, არ ვიცი, რაღაცნაირად ცვენია რომ ვთქვა, მაგრამ მართლა იდილია მაქვს. ძალიან ერთნაირად ვფიქრობ და რაღაცას უცებ რომ გავიფიქრებ, უცებ ეს ახმოვანებს, ამ პირიქით რაღაც ისა გვაქვს, აი იმდენად შეირიწყა ეს ჩვენი ორი ადამიანის ისე რომ თქვენ ხედავთ რომ ერთ ოთახში ვმუშაობთ, ცხოვრობთ, სტუმრებს ვღებულობთ, რაღაც
ზაზას უყვარს სპორტი ძალიან. მე არ მიყვარს სპორტი და ვერც ვერ ყვევი და ყველა ჯერზე უტვინო კითხვებს ვუსვავ ხოლმე, მაგრამ ის ძალიან წყნარად რაღაცნაირად მიიხსნის, რომ ეს რაღაცა ისისა. აი ესე. და ეს ნელ-ნელა ზაზა, რომელიც არქიტექტორია, მაგრამ ჩავითრიე კლანჭებით თეატრისკენ და კინოსკენ და ყველა ჯერზე იძახის, რომ ეს ჩემი ბოლო პროექტი აღარ მინდა რაღაცა და მე როგორც კი გაჩნდება ხოლმე ახალი პროექტი, არასოდეს უარს არ მეუბნება და მაინც მოდის ჩემთან ერთად სამუშაოდ და კარგია ეგ, რომ კარგია ეგ უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ესეთ მეგობარს იპოვნი და შეიძენ ცხოვრებაში. ბევრს ხო არა აქ ეგეთი. დიდი გამართლება თანამოაზრეთ გყავდეს. კი, ნამდვილად ეგრეა და რა ვიცი. დაჟე ცოტა სირცხვილია, რით დავიმსახურე ეგეთი ბედნიერება. სიყვარული ქიმია. მე მჯერა ამისი. არიან ადამიანები, ვისაც სიყვარულს არ ჯერა საერთოდ. მაგათ რას ეტყოდით? არა, სიყვარული არის ერთ-ერთი ისეთი მამოძრავებელი ძალა, ჰოლესტერინია ცხოვრებისა, როგორც ჰოლესტერინის გარეშე ორგანიზმი ინგრევა, ზოგს გონია, რომ ჰოლესტერინი მარტო ცუდია, სინამდვილეში ცუდიც არის, რაღაცა დოზით და რაღაცა სახით, მაგრამ ისე სამშენებლო მასალაა ჩვენი ორგანიზმის. ისევე არის სიყვარული. მაგის გარეშე, რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.